ეს რა თქმა უნდა, მოგესალმებით, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ის არის არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ანტიქართულიც, იმიტომ რომ ეს თავრობა ემსახურება საქართველოს მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საკუთარი და რუსული ინტერესების სასარგებლოდ. ასევე ჩინური და რა ვიცი, ახლა ვთქვათ, ირანულ ინტერესებთან ერთად. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს მოსალოდნელი იყო ის, რომ დემოკრატიის უკუსლა ქვეყანაში ხელისუფლების ძალაუფლების უზურპირება, ძალადობა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აღიქმება როგორც არა მხოლოდ ანტიამერიკული, არამედ ანტიქართული ქმედებების, პირველ რიგში ანტიქართული ქმედებები და ამიტომ მე პრაქტიკულად ჩემთვის მოსალოდნელი იყო ასეთი ტიპის განცხადება და ასეთი პოზიცია, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი რაღაცა ცალკეული კონტექსტიდან ამოღებული განცხადება, არამედ ეს არის პოლიტიკის ფორმირების საფუძველი. ბატონ დავით, აი ამის შემდეგ რა იქნება, იმიტომ რომ მესმის რომ უჩვეულოა ვითარება, ხო უჩვეულო იყო, როდესაც გამოცხადდა სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ. უჩვეულო არის ის რიტორიკა, რომელიც იყო ამ პერიოდის განმავლობაში და რა გზავნილებიც ჰქონდათ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებს და შემდეგ ნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები. აი თუ შეგიძლიათ რაიმე დასკვნის გაკეთება იმის შესახებ თუ რა იქნება ამ განცხადების შემდეგ. პირველად საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ახალი ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენელი სახელმწიფო მდივანი რუბიო უწოდებს ანტიამერიკულ მთავრობას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ საფუძველი, რაზეც ფორმირდება შეერთებული შტატების პოლიტიკა. შეერთებულ შტატებშიც ჩვენურად არის ცნობილი, რომ ქართველი ხალხის ამოცანები და მიზნები და ინტერესები აბსოლუტურ თანხმედრაში არის იმ სტრატეგიულ ხედვასთან, რაც შეერთებულ შტატებს ჩვენ რეგიონთან დაკავშირებით აქვს. ეს არის ის, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, განვითარებული, მდიდარი და დაცული და უსაფრთხო ქვეყანა, რასაც თავისთავად ეწინააღმდეგება ის ჯგუფი, რომელსაც ხელში აქვს ჩაგდებული ძალაუფლება და რუსეთთან და ჩინეთთან და ირანთან თანამშრომლობით ცდილობს ამ კორუფციული სისტემის შენარჩუნებას. ამიტომ ბუნებრივია, მე ვფიქრობ, რომ ალბათ იქნება ფორმირებული სტრატეგია და პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, რაც თავისთავად შეესაბამება საქართველოს ხალხის, ჩვენი ქართველების იმ ადამიანებს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობ და გვინდა რომ ვიცხოვროთ და ვიყვარს ეს ქვეყანა იმათ ინტერესებს. ბატონ დავით, ჩვენ იქამდე ვნახეთ წერილების პერიოდი იყო. ეს შეიძლება რომ რაღაც გარკვეულწილად არ ვიცი აი სწორი რამდენად არის შეფასება რაღაც ამ პროცესში, ამ ინტერპრეტაციის პროცესში რაღაც გარკვეულ წერტილად იყო სახქმული. ასეთი არის დასკვნა ამ შეფასებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე მგონი ინტერპრეტაციის საფუძველს არ იძლევა ეს განცხადება, რომელიცაც ჩვენ ხედავთ საქართველოსთან დაკავშირებით, ხო? ასევე გვახსოვს იქამდე რა ტიპის შეფასება ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტს ქართული ოცნების ხელისუფლების შესახებ. ანა, თქვენ ალბათ ამ წერილს ანა ბრძანდები, ხო მე ვერ გხედავთ და კი ბატონო, კი დიახ. ხო, ისა მე ალბათ წერილს გულისხმობთ, ხო, რომელიც გაგზავნა რაღაც ღია წერილი. კი ბატონო. ეს იყო სრულიად აბსურდული ნაბიჯი, იმიტომ რომ არ არსებობს სოფლიო დიპლომატიაში არც ერთი შემთხვევა, არც ერთი, რა ვიცი, ბოლო 200 წლის განმავლობაში, როდესაც ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილით ღია წერილს თან მით უმეტეს ასეთი უკმეხი ფორმით გზავნის ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის მისამართი. ამიტომ ბუნებრივია, რომ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ამ წერილს რაღაც მიზანი იყო ის, რაც გამოაცხადოს, თქოს გაუმჯობესება ურთიერთობებს. არა, რა თქმა უნდა, ეს არის მიზანმიმართული და თანმიმდევრული ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველოს გადააქციონ რაღაცა რუსეთის დაქვემდებარებულ კოლონიად, რომელსაც სხვა სახელმწიფოები არ აღიქვამენ სერიოზულად. ეს არის ღია დაზიანება საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაციის და რეპუტაციული ზიანის მიყენება ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ სხვა ამოცანა და სხვა ტიპის ამოცანა ალბათ ასეთ ნაბიჯებს და ასეთ წერილებს არ გააჩნია. ხო? და ძალიან მტკივნეულია ეს ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია, იმიტომ რომ ეს აზიანებს ამ ქვეყნის რეპუტაციას. ეს აზიანებს ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.